რომ შევაჯამოთ, პაკისტანი იმყოფება რეალურად 4 დიდი სისტემური გამოწვევის წინაშე. პირველი ეს არის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, მეორე ეს არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნის მთლიანი მასშტაბით, მესამე ეს არის პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომელიც დღეს არ არსებობს პაკისტანში და ასევე ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. აი ეს 4 დიდი გამოწვევა აქვს პაკისტანს და აი ასეთ სიტუაციაში დამატებით ქაშმირში კიდევ კონფლიქტის წარმოქმნა მის ყველაზე მსხვილ მეზობელთან და მთავარ მოწინააღმდეგესთან, ამდენად არის ლოგიკური, ეს არის ძალიან საეჭვო საკითხი, თუმცა შეიძლება კონტრარგუმენტი ვთქვათ, რომ საგარეო მტრის არსებობა და საგარეო საფრთხის არსებობა გარკვეულწილად ქვეყნში თახდენს მობილიზებას, გარკვეული მიმართულებით ხელისუფლების ლეგიტიმაციის გამყარებას, შეიძლება ესეც ახსნათ ეს მოვლენა, თუმცა ისიც უნდა ვახსენოთ, რომ პასუხისმგებლობას ამ კონფლიქტზე პაკისტანი არ იღებს, როგორც აგერ ნახეთ, თვითონ თავდაცვის მინისტრი საგარეო ძალებს აბრალებს აი ამ ტერორისტული აქტის ინსპირირებას და ასევე პაკისტანი ითხოვს საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას აი ამ ფაქტთან დაკავშირებით.